და ამინდის პროგნოზის საფუძვლიანი და საფუძვლიანი ინფორმაცია მოვისმინოთ, იმიტომ რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოვიდა ნალექი თოვლის სახით. ასევე დიდ თოვლობაა სხვადასხვა რეგიონშიც. საინტერესოა, როგორი ამინდი გველოდება მიმდინარე კვირაში. ამის გასაგებად ახლა უნდა გადავინაცვლოთ აუცილებლად გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სადაც ჩვენი ჟურნალისტი გვანცა ჩარგაზია იმყოფება დილიდან. გვანცა, დილამშვიდობისა გვანცა. დილამშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით. წამყვანება მე გარემოს ეროვნული სააგენტოდან გიერთდებით. ბოლო დღეების ამინდს თუ გადავხედავთ, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და მათ შორის დედაქალაქში მოვიდა ნალექი თოვლის სახით. საინტერესოა მიმდინარე კვირაში როგორი ამინდი გველოდება და ამას უფრო ვრცლად გვეტყვის დოდო გვაზავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, რომელიც დილიდან ჩვენთან ერთად იმყოფება. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. აუცილებლად უნდა ვთქვათ და დასაწყისშიც აღვნიშნეთ ქალბატონო დოდო, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გათოვდა. როგორი ამინდი გველოდება მიმდინარე კვირაში? შენარჩუნდება მსგავსი ამინდი თუ უნდა ველოდოთ მის გაუმჯობესებას? სინოპტიკური სიტუაცია დაიძაბა საქართველოში 19-დან უკვე დასავლეთ საქართველოში, 19 თებერვლიდან და 20-21-დან აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელდა ის ცივი ჰაერის მასები, რომელიც განაპირობებდეს იქნება ამ კვირის 27 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ამინდს, ასე რომ არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება 27 თებერვლის ჩათვლით მთლიანად მთელ საქართველოში. მაშინ დავიწყოთ დასავლეთში, როგორი იქნება ჰაერის ტემპერატურა და მერე გადმოვინაცვლოთ აღმოსავლეთში. ამ სიცივის შემოჭრამ მთელ საქართველოში ტემპერატურები მკვეთრად დაწია ნალექთან ერთად. თოვლისაფარმა მოიმატა მთიან და მაღალმთიან რაიონებში და აგრეთვე დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზოლზე არის ამჟამად დიდი რაოდენობის ნალექი მოსული. თვითონ ბათუმში, ქობულეთში, გუშინ მთელი დღე თოვდა დღის განმავლობაში, რომელსაც ბათუმის რეგიონში ერთვოდა ძლიერი დასავლეთის მიმართულების ქარი. თოვლა დღესაც შენარჩუნდება ამ რეგიონში, ქარის ზალა შესუსტდება, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ დასავლეთ საქართველოს, აქ თოვა მოიმატებს იმერეთის, სამეგრელო, გურიის რეგიონში, შედარებით სუსტი თოვა მოსალოდნელი რაჭასა და მესტიის რეგიონებში. დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობდა სანაპირო რაიონებში 3-5 გრადუსია მოსალოდნელი, რასაც ვერ ვიტყვით მთიან და მაღალმთიან რაიონებში, სადაც მაქსიმალური ყინვა ღამის საათებში 21 გრადუსია სვანეთის რეგიონში, არანაკლებია გურიის მაღალმთიან რაიონებშიც და აქ დღის მაქსიმალური ტემპერატურა უარყოფითია როგორც მთიან და მაღალმთიან რაიონებში. გადმოვინაცვლოთ აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში, ეს ეხება სამცხე-ჯავახეთს. აქაც ეს აჭარის შედარებით ნოტიო და ნალექიანი ამინდი ვრცელდება ამ ტერიტორიაზე და აქაც თოვს ველოდებით დღეს და ამ კვირის განმავლობაში მთლიანად 27 თებერვლის ჩათვლით შიდა ქართლი. აქაც თოვს, ითოვებს 27 თებერვლის ჩათვლით. დრო გამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ამიტომ ავტობანზე და ზოგიერთ იმებში მოსალოდნელია ქარბუქიც იყოს. ქარბუქს არ გამოვრიცხავთ მცხეთა-თიანეთის რეგიონში, სადაც სუსტი თოვა ამ კვირის განმავლობაში 27 თებერვლის ჩათვლით აქაც ვინარჩუნებთ, მაგრამ ვინარჩუნებთ აგრეთვე ყინვებს, რომელიც ფიქსირდება ღამისა და დღის განმავლობაში, გზებიც მოიყინება, ამიტომ გზავრობა იქნება უფრო საფრთხილო. საკურორტო ზონებზეც უნდა გკითხოთ, საკურორტო ზონებზე როგორი იქნება ამინდი მიმდინარე კვირაში? ამ პროცესიდან გამომდინარე თოვდა ბაკურიანის რეგიონში, აქ თოვლისაფარმა მიაღწია 90 სანტიმეტრს. შემდეგი მის გაგრძელების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ მეტრსაც გადააჭარბოს. თოვლისაფარის სიმაღლე სვანეთის რეგიონში, რაჭის ტერიტორიაზე 50-დან 80 სანტიმეტრამდე თოვლისაფარის მომატება მოსალოდნელი საკურორტო ზონებში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს. დედაქალაქში როგორი ამინდი გვექნება მიმდინარე კვირაში და ხომ არ უნდა ველოდოთ თუ ან ქარს, ან ისევ თოვს?
დედაქალაქშიც არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება, დრო გამოშვებით მოსალოდნელია როგორც დღეს, ასე შემდეგ დღეებში დასავლეთის მიმართულების ქარის გააძლიერება, რომელიც შეასუსტებს თოვლის მოსვლას დედაქალაქში, მაგრამ სუსტი თო მაინც ვინარჩუნებთ. ღამის საათებში ყინვარის მოსალოდნელი 4-დან 6 გრადუსამდე, დღის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება, ეს ეხება ისევ და ისევ 27 თებერვლამდე, დაახლოებით 2-დან 4 გრადუსის სითბო და დედაქალაქშიც უკვე მოსალოდნელია 28-დან ცოტა ყინვის მომატება, არ არის გამორიცხული, რომ 7-8 გრადუსი და მეტიც დაფიქსირდეს. ეს ეხება 1 მარტსაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც იგრძნობასავით რაღაცა ძალა მზის და ამიტომ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლებელია 28 თებერვალს და 1 მარტს 6-დან 9 გრადუსამდე იყოს დღის მაქსიმალური ტემპერატურა. ძალიან დიდი მადლობა ამ მომწურავი ინფორმაციისთვის. მე კი ვეთქვი მაყურებელს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გიერთდებოდი და ჩვენ გაგაცანით მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზი. გემშვიდობებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ.